ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მისი მერად არჩევის შემთხვევაში თბილისელებს ავტოპარკების პრობლემის მოგვარებას და მუნიციპალური ტრანსპორტის გაიაფებას თავაზობს. ნიკამელია თბილისში პარკირების პრობლემის მოგვარებას მიწისქვეშა ავტოპარკების მშენებლობიდან მოწყობით გეგმავს. მერობის კანდიდატი მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად დღეს მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა პარკინგში იმყოფებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ერთის მხრივ კომფორტის შეუქმნათ ავტომძღოლებს და მეორეს მხრივ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად განვავითაროთ, რომ რაც შეიძლება მეტი თანაქალაქელი გადაждდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გვაქვს გეგმა სატრანსპორტო საშუალებებში მგზავრობის მუნიციპალურ ტრანსპორტს გულისხმობ გაიაფების, ყველა სტუდენტისთვის, პედაგოგისთვის, პენსიონერისთვის და სოციალურ დაუცველისთვის იქნება მგზავრობა ავტობუსსა და მეტროში უფასო. დედაქალაქისთვის ეს არის ძალიან აქტუალური პრობლემა, ყველას მოგვეხსენება თბილისში, სადაც არ უნდა მოგვიწევს მისვლა, ავტომანქანის დაყენება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა, რასაც საბოლოო ჯამში მოგვარება სჭირდება.